ამაღლობელი 32 დღეა უკვე შიმშილობს, ის რჩება ვივამედის კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა არის უცვლელი, უტარდება კვლევები და საჭირო მომსახურება. მზეამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველის აპარატი. მათი ინფორმაციით მზად არიან ჟურნალისტის სურვილის შემთხვევაში, რომ კიდევ ერთხელ შეხვდნენ მას პირადად. არაფერი არ შეცვლილა, იგივეა მდგომარეობა, უგრძელდება მხოლოდ მონიტორინგი. Ერავინ ვერ გეტყვით, სად არის და როდის იქნება კრიტიკული ზღვა. სტაბილურია ყველა პარამეტრი. ქალბატონი მზეამაღლობელის მდგომარეობაზე ჩვენ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ჩემი წარმომადგენლებიც და თვითონ კონსილიუმის წევრი ექიმებიც ამას აკეთებენ. ისინი იყვნენ შესულები და მათ კონკრეტული რეკომენდაციები მისცეს როგორც მზეამაღლობელს, ისე საჯაროდ ისაუბრეს ამის შესახებ. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ პროცესს. თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი არ არის ჩართული უშუალოდ მკურნალობის პროცესში, ეს არ არის ჩვენი ასე ვთქვათ საქმიანობის ნაწილი. ჩვენი მნიშვნელოვანია, რომ ის მკურნალობა, რაც მას უტარდება, ის პროცედურები, რაც მას უტარდება, იყოს მაქსიმალურად ზედამხედველობის ქვეშ. მე რამდენჯერმე ვიყავი შესული, მას ვესაუბრე. ამ ეტაპზე ჩემი მასთან შესვლის საჭიროება არ არსებობს, მაგრამ მომავალშიც გავაგრძელებ მონახულებას, რა თქმა უნდა, თუ მას ამის სურვილი.